მოგესალმებით ეთერშია სივრცე დიალოგისთვის მე თამთედოლიძე ვარ და დღევანდელ გადაცემაში ვსაუბრობთ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ სარჩელზე, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნება ითხოვს სამი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას საკონსტიტუციო სასამართლოსგან. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ თათია ნიკოლაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. მოგესალმებით თათია, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ და გადავალ შეკითხვაზე. გარდა იმისა, რომ მაინტერესებს რა შეფასებას გაუკეთებ ამ გადაწყვეტილებას ქართული ოცნების მხრიდან, ასევე საინტერესოა აქვს თუ რა რაიმე კონკრეტული გეგმა ამ აკრძალვის წინააღმდეგ, ამის გასანეიტრალებლად ან საპრევენციოდ იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ამ სიაში არიან და კონკრეტულად ამ შემთხვევაში შენ ცხადია შეგვიძლია ისაუბრო ნაციონალურ მოძრაობას. მოგესალმებით, მადლობა შესაძლებლობისთვის პირველ რიგში. ჩემი აზრით დიდი ხანია საერთოდ გაუქმებულია როგორც პოლიტიკური პარტიები, ისე პოლიტიკური პროცესი და საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში პოლიტიკოსის სტატუსი გექნება თუ არა, იმიტომ რომ რეჟიმს ეს აღარ აინტერესებს დიდი ხანია, მათ შორის საბოლოოდ ბოლომდე რო გითხრეს რომ აქ ტაბლო ივანიშვილს უჭირავს და თქვენ არავინ არაფერს არ გეკითხებათ რა აზგინა იმას დავწერთ ეს იყო 2024 წლის არჩევნების დროს ამ მოცემულობით აღარც საკრებულოებში, აღარც პარლამენტში აღარ არის ნამდვილი ოპოზიცია, რასაც ქვია იმას წარმოდგენილი. ოპოზიციას ვერ უწოდებ იმ ადამიანებს, ვინც ახლა ივანიშვილის ასე ვთქვათ ბრჭყალებში უправებენ ამ ყველაფერს და იმიტომ დაასხდნენ იქ პარლამენტში და საკრებულოებში. დიდი ხანია დაეკარგა ამ პროცესს ფასი ყველანაირი, მათ შორის რომ აღარანაირი ფასი არ აქვს პოლიტიკოსად იწოდებით მანდატი გაქვს, ეს იყო ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც მაგალითად ლევან ხაბაიშვილი 2024 წელს პარლამენტის წევრად ითვლებოდა, თუმცა ის გაიტაცეს, მათ შორის გდდ-ს თანამშრომლობა პირდაპირ ეთერში ხდებოდა ეს ყველაფერი აწამეს, დაასახიჩრეს და ერთი ადამიანი არ არის ამის გამო დასჯილი დღემდე თუმცა სამაგიეროდ ის არის დაკავებული. ამიტომ ვფიქრობ ამ ქვეყანაში სანამ დიქტატურა არის, არანაირი აზრი არ აქვს, რომ რაღაცა ილუზიები შევიქმნათ, რომ თითქოს რაღაცა პოლიტიკა არსებობს და პოლიტიკოსობის სტატუსს რაიმე აზრი აქვს, თუმცა ამის პარალელურად ჩემი პარტია მაგალითად აპირებს ამის გასაჩივრებას, მხოლოდ იმ მიზნით, რომ საერთაშორისოდ მოხდეს და მათ შორის სტრასბურგში მოხდეს ამ ყველაფრის გასაჩივრება, ცხადია საქართველოში და ადგილობრივი ეგრეთ წოდებული სასამართლოში ამ ყველაფერს აზრი არ აქვს. და თავარი აზრი ამ ყველაფერს არის ის, რომ პატრიოტობა და ქვეყნის სიყვარული არ არის დამოკიდებული არც პარტიებზე, არც ტელევიზიებზე, არც არაფერ სხვაზე, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვერ რა შეიძლება ამით რომ გააუქმებენ, თქვა პარტიებს და თავის რაღაც ქაღალდზე დაიწერენ ამას. პარტიებს გააუქმებენ, პოლიტიკოსებად აღარ ვიწოდებით, რაღაცა ნომერი და ის აღარ გვექნება ფერი, თუმცა ამით არ შეიძლება ის, რომ ჩვენ ისევ რუსულ მთავრობად ჩავთვლით, არ შეიძლება ის, რომ მე მაგალითად ვიცი, რომ არ აქვს მნიშვნელობა მე პოლიტიკურ პარტიაში ვიქნები არ ვიქნები, მაინც ვიცი რომ უნდა ვიბრძოლო, არ ვიცი შეიძლება არ გვაქვს განსაზღვრული კონკრეტული მეთოდი, იმიტომ რომ პროცესია, მიმდინარე პროცესი არის და წინასწარ ვერ განსაზღვრა მაგრამ მე ზუსტად ვიცი რომ სანამ არ იქნებიან ის პოლიტიკური ტყვეები თავისუფალი, სანამ ჩვენი ქვეყანა ამ რუსების ხელში არის, არ უნდა გავჩერდე, ეს არის მთავარი ამ ყველაფერში. კი ბატონო, ახლა დამებადა რამდენიმე კითხვა ამ საუბრის მერე და მიუყვებით თანმიმდევრულად. ახსენე რომ პოლიტიკური პროცესი ისედაც მკვდარი იყო და მაინდა-მაინც ცოცხალი ისედაც არ იყო. ეს მოცემულობა შეიძლება რომ დავაბრალოთ მხოლოდ ქართულ ოცნებას, როგორ ფიქრობ? ანუ ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ საზოგადოებაში ხშირად არის ჩივილები, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ეწევა ისეთ პოლიტიკას, როგორცაც ეწევა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ლიდერი, პოლიტიკური ლიდერი დღეს არის ციხეში, ხო? ამის მიუხედავად ვითარება და მოცემულობა საჭიროებს ამ ყველაფრის პოლიტიკურ პროცესად გადაქცევას. მაგალითად, არის ხშირად საუბარები იმაზე, რომ თუნდაც პარტიების აკრძალვის თემის გაჟღერებისთანავე საკმაოდ მძლავრი და სიდიდით მეორე მესამე პარტია არის, ხო, ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობა და ახლები საქართველოში. რატომ ვერ ახერხებენ თუნდაც ამომრჩევლის თავიანთი, სტაბილური და ერთგული მხარდამჭერების მობილიზებას, საპროტესტო გამოსვლას, რუსთაველისთვის უფრო მეტი ძალის შემატებას.
ამასაც იმიტომ ვკითხულობ, რომ პოლიტიკოსები მათ შორის შენც ამბობდა მესმის სავსებით, რომ არ არის აუცილებელი პარტიული ნომერი და ფერი გქონდეს იმისთვის, რომ ქვეყანა გიყვარდეს და ამ ქვეყნისთვის იბრძოლო. ეს სავსებით მისაღები და გასაგებია, თუმცა პოლიტიკოსის წოდებას ვერავინ ვერ ჩამოართმევს, ხო ადამიანს შეიძლება პარტიული ნიშანი ჩამოართვას ამ გადაწყვეტილებამ. ინდივიდების აკრძალვასაც აპირებენ და ამიტომ ახსენე. კი, ხო, ჯერჯერობით რაღაცა გადადესავით. იმიტომ რომ ჩვენზე მეტი მათთან ყავს. მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ადამიანებისთვის, რიგითი ხალხისთვის პოლიტიკოსების ბრძოლას კიდევ დამატებით მეტი ფასი აქვს, ვიდრე მოქალაქის სტატუსით ბრძოლას თქვენი მხრიდან, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ აპირებთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თქვენგანი ამას ამბობთ. ანუ რატომ ვერ ხერხდება უფრო მეტი ბრძოლა? მართალია ლიდერები ციხეში არიან, მაგრამ ამ პარტიებს აქვს თავიანთი ისტორია, თავიანთი მხარდამჭერები და საკმაოდ დიდი ისტორია დგას მოკლედ მათ უკან მთელი ამ ხნის მოღვაწეობის და რატომ ვერ ხდება აი ამ პროცესში მათი უფრო ძლავრად წარმოდგენა? მოკლედ დიდი შეკითხვა დავუსვი, მაგრამ რაღაც აქცენტები დამედია თანმიმდევრულად. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ის, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, ერთი თვეც არ გასულა, ვნახეთ ჩვენ ძალიან დიდი შეკრება ადამიანების 100,000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში ძალიან მარტივი, მკაფიო მოთხოვნით, ეს იყო მშვიდობიანი რევოლუცია და მშვიდობიანი დამხობა და არ ჭირდება პატარა გამბედაობა ამ ყველაფერს, როდესაც ორგანიზებული არის ზუსტად ამ სლოგანით და ამაზე გამოდიხარ. პირველ რიგში მე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში, ჩემ პირადად ვიძახი, რომ ვერ მოხდა ყველა დათმობის მიუხედავად, მათ შორის იმის მიუხედავად, რაც ჩემმა პარტიამ გააკეთა, რომ ყველანაირ დათმობაზე წავიდა, რომ ერთიანობა ყოფილიყო, ვერ მოხდა ამ პოლიტიკოსების და პარტიების გაერთიანება, იმიტომ რომ სამწუხაროდ არის რეალობა, რომ უდიდეს ნაწილს იმხელა ეგოები აქვს, რომ თავიანთი ეგოები ვერ დააკმაყოფილა ვერაფერმა, მათ შორის ვერც იმან რომ ინიციატივა მათ აიღო და ამის ფონზე მოხდა ის, რაც მოხდა, რომ საზოგადოების გაერთიანება მოხდა, იმიტომ რომ 4 ოქტომბერს ადამიანი იქ იყო ყველა საზოგადოების გაერთიანება და არა კონკრეტულად მაგალითად ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა. სახალხო კრება ჩატარდა 4 ოქტომბერს და ჩემთვის მაგალითად ყველაზე დიდი პატრიოტები და ყველაზე დიდი გამბედაობის მქონე ადამიანები ახლა ციხეში სხედან. პირველ რიგში ლევან ხაბეიშვილი, რომლის ინიციატივა იყო პირველად ეს ყველაფერი, თუმცა ის 4 ოქტომბრამდე 4 კვირით ადრე დაატყვევეს, მხოლოდ მისი მოწოდებების გამო და ეს არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სიტყვის გამო, ანუ სხვა ბრალი მართლა დღემდე არ უწერია ლევან ხაბეიშვილს, რომ ის მხარს უჭერდა ამ აქციას და ის ამბობდა, რომ არ აწამოთ ადამიანები და ამის გამო თქვენ, როდესაც შეიცვლება ხელისუფლება, ამის გამო თქვენ დაჯილდოვდებით, რომ ამის გამო დაატყვევას ადამიანი და დღემდე ყავთ 4 ოქტომბრის შემდეგ საერთოდ რისთვის ადამიანი. ასევე აუცილებლად ეს 5 ადამიანი ჩემს თვალში არიან გმირები, გულისხმობ პაატა ბურჯულაძე, ირაკლი ნადირაძე, მურთა ზოდელობა, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე, რომლებმაც ვფიქრობ საზოგადოების დაკვეთა შეასრულეს გარკვეულწილად, როდესაც მოქმედებას ითხოვდნენ ადამიანები, ისინი წავიდნენ მათ ყველაზე ძვირფასი რაც გააჩნდა, საკუთარი თავისუფლება დათმეს ამ ქვეყნის გადასარჩენად და ვფიქრობ ამას ნელ-ნელა როცა ეს ემოციები რაღაცნაირად დაიწირდება, უფრო და უფრო გამოჩნდება და უფრო დააფასებს ადამიანები. ამიტომ როდესაც საუბრობთ რაღაცა ამ ყველაფერზე როგორც გაერთიანებაზე, ვფიქრობ, ერთადერთი გამოსავალი არის საზოგადოების და ხალხის გაერთიანება, რომლისთვისაც მე როგორც ერთი რიგი ადამიანი აქამდეც ყველაფერს ვაკეთებდი და ამის შემდეგაც ყველაფერს გავაკეთებ. კი ბატონო. გაერთიანებას ხშირად ჭირდება ამბობენ, ანუ ლიდერი როგორც ასეთი ან კარგი გაგებით ცხადია. ზოგი საუბრობს იმასაც, რომ უნდა გამოჩნდეს ადამიანებისაც რაღაცა ქარიზმა ექნება, რომელიც რაღაცა პროცესებს სათავეში ჩაუდგება. მე ვგულისხმობ იმ მხრიდან, ვინც პროტესტს უჭერს მხარს და ასეთი ადამიანი არის ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ქვეყანაში საპროტესტო მუხტი არსებობს და ეს დაადასტურაო თუნდაც 4 ოქტომბერს გამოსული ხალხის რაოდენობა. როგორ ფიქრობ, ამდენმა წლიანმა პოლიტიკურმა პროცესმა, მკვდარმა ნახევრად მკვდარმა, ხშირად აქტიურმა ხარაზეც ჩვენ საუბრობთ, რატომ ვერ
გამოკვეთა ვერც ერთი ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად ამ სადავებს ხელში აიღებდა და ამ საზოგადოებრივ მოძრაობას რაღაცნაირად გარდაქმნიდა ქმედებაში და გარდაქმნიდა პოლიტიკურ მოძრაობაში და პოლიტიკურ პროცესში. ან როგორ ფიქრობ, გამოჩნდება თუ არა ესეთი ადამიანი? მე მომწონს რომ ის სუბიექტური იყო ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩემი გამოსაჩინავს საუბრობ. ჩემთვის მაგალითად და არ ვფიქრობ რომ მაინც სუბიექტური ვარ, ობიექტურად ვიტყვი რომ როდესაც ივანიშვილმა ლევან ხობეშვილი დაატყვევა, სწორედ ლიდერად აღიარა, იმიტომ რომ სხვა არაფერი ქმედება ჯერ მას არ ჰქონდა ჩადენილი. ჩემი აზრით აღიქვეს, იმიტომ რომ მის სიტყვებს ჰქონდა ის ძალა, რამაც ხოთაშორის ის 100,000-ობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ლიდერი აქამდე იყო ლევან ხაბეიშვილი და ლევან ხაბეიშვილი ყოველთვის ამბობდა, რომ თქვენ იყავით წინ, თქვენ იყავით ლიდერი, თქვენ აიღეთ ინიციატივა, მე შემიძლია ზურგშიც დაგიდგეთ. ამიტომ ახლა ყველაზე დიდი პატრიოტები, ლიდერები, მათ შორის ის ადამიანები, ვინც ჩემი აზრით ახალგაზრდებს და სინდისის პატიმრებს გულისხმობდა იმ პოლიტიკოსებსაც, ვინც ციხეში არიან, სწორედ ეს ადამიანები უნდა იყვნენ მომავალი ხელისუფლების წარმომადგენლები, როდესაც შეიცვლება ეს ხელისუფლება, ჩემი აზრით, იმიტომ რომ მათ აქვთ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაღებული და სამწუხაროდ, ანუ სხვა თვალსაზრისით, ანუ დიქტატურა არის ჩვეულებრივად უზურპატორი ხელისუფლება გვყავს ჩვენ, ჩამოყალიბებული, სადაც ანუ ვერსად ვერ იპოვი კანონს, ვერსად ვერ იპოვი სამართალს და ამისი ნათელი მაგალითი არის, რომ ეს ალბათ მათი განმოსახედი უსამართლოა მათამდეც მივიდა, იმიტომ რომ ალბათ ღარიბაშვილზე უკეთესი მონა არ ყოლია არავინ ივანიშვილს და მასთანაც მივიდა, როდის აღვწა ეს ცხადი არ ხდება მართლა კორუფციის აღკვეთის მიზეზით, იმიტომ რომ ივანიშვილს უნდა რომ ფული მიიტანონ მასთან და შესაბამისად მიაქვთ ეს ფულები და 9 წლიდან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს სხვა შორის ის მუხლი, რაც ღარიბაშვილს მიუყენეს, თუმცა 1 მილიონი გადაიხადა ამოღებული 15 მილიონიდან და ის თავისუფალი არის და ერთი წუთით შევეხები, რადგან რეგიონული ტელევიზია ვართ, მათ შორის იმ ამბავს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი რო დააკავეს და ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირები. ეს უკავშირდება გურიაში საბავშვო ბაღს. კი, ანუ მათ მინიმუმ 3-4 ბაღი არის, გურიანთის მერიის და შრომის ბაღი, რომელიც 3-4 წელია გადათხრილი არის და თითითიძე არ დაუდიათ, თუმცა მილიონები წაიღეს და ის ანუ მუნიციპალური განვითარების დირექტორი ასევე გირაოთი გაათავისუფლეს და ეს ამაზე ჩვენ საკრებულოშიც ვსაუბრობდით არაერთხელ და გინახავთ როგორ პირში გვივარდნებოდნენ და როგორ ფიზიკურად გადმოდიოდნენ შეტევაზე, როდესაც ჩვენ ვიტყვებოდით თურმე, მაგრამ ამ ადამიანებს არც სინდისი გააჩნიათ, არც ნამუსი, არც მორალი, იმიტომ რომ ეხლა ამაზად ახალ პატრონთან გადაბარგდნენ და არიან ბედნიერად და ღარიბაშვილი ისე დაგმეს, თითქოს ჩვენიანი ყოფილიყოს, ისე გამოაცხადეს და შესაბამისად მე მგონია რომ მაინც ყველა ვარიანტში ამას ვფიქრობ და ამას რძევა რომ ხალხის ერთიანობას აუცილებლად შეუძლია ივანიშვილის დამარცხება. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც რომ აღარ მახსოვს ზუსტად რომელ თვეში, სავარაუდოდ დეკემბერში და შემდეგ თვეებში გარდა იმ ხუთ ადამიანის სამწუხაროდ ვერ ვისაუბრებ, რომ მათ სხვა მუხლები აქვს დაყენებული, მაგრამ გამოვლენ სხვა პოლიტიკოსები, რომლებიც აქამდე ციხეში არიან და პატიმრობის ვადას იხდიან, ხო, იგივე ზურაბ გირჩიჩაფარიც და ასე შემდეგ და ასე. როგორ ფიქრობ, ამ პოლიტიკოსების დაბრუნება თავისუფლებაზე, ასე რომ ვთქვათ, შეცვლის თუ არა რაიმე სასიკეთოდ ამ პროცესში? ან რა შეცვლის, როგორ ფიქრობ, აი რაღაც ეს შემაჯამებელი შეკითხვა იყოს მოდი დღეს, როგორ ფიქრობ, რა მოლოდინები გაქვს, რამდენიმე შეიძლება, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი, რუსთაველის პროტესტი განუწყვეტელი, დაკავებები, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში არის ყოველდღიურად, რას და როგორ გაუძლებს ეს ქვეყანა, როგორ გონია, თუმცა ცხადი ამ შემთხვევაში რიტორიკული არ არის, ანუ ეს რაციონალურად რას ფიქრობ და რა მოლოდინები გაქვს, როგორ გვეტყვი ამ ყველაფერს. ცხადია, ძალიან მძიმე პროცესში ვართ. მაგრამ ანუ პოლიტიკოსებზე მეტად ჩემთვის გმირები არიან ის ადამიანები, ვინც ანუ ყოველდღე გამოდიან და ანუ კობახიძე რო იძახდა რომ 50 ადამიანი კეტავს რუსთაველსა, ეს 50 ადამიანი არ დაელია, იმიტომ რომ ყოველდღიურად დაახლოებით 20-25 ადამიანს აკავებენ და მაინც იკეტება რუსთაველი, ანუ ვინც გამოდის და კეტავს, ენაცვლებიან ერთმანეთს, ამაზე მეტი გმირობა რა ვიცი რა უნდა დავინახოთ, რომ იციან, რაზე მიდიან, გამოდიან, შემდეგ იციან, შემდეგ ისაფეხური რაც და სისხლი დაერწლიანი პატიმრობა დაუწესეს და ყოველდღიურად ამ ადამიანების გმირობას უყურებს და ალბათ ანუ თავარი ის არის რომ
ერთი რაღაცა უნდა გავიაზროთ. ან ამ ბრძოლას ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ყველანი ერთად, ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ან გაფორმდება დიქტატურა, იმიტომ რომ ყველა გზა აქეთკენ მიდის. ამიტომ მე მაგალითად ვაპირებ, რომ ბოლომდე ვიბრძოლო და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხიც, ვინც არიან ნამდვილი ქვეყნის პატრიოტები და მოყვარულები, ამაზე იქნებიან ბოლომდე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის და მაყურებელს შევახსენებ, რომ ვსაუბრობდით თათია ნიკოლაშვილთან ერთად, ის გახლავთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. მადლობა რომ გიყურებდით, კარგად ბრძანდებოდეთ.